დილა მშვიდობისა, კიდევ ერთხელ. მშვიდობისა, ჩემო ზურიკო. მიჩოჩდი ნინო ცოტა იქით მეც რომ დევეტიო. ეგ არა იოლისა. რავშვებით ახლა ჩვენ კეცი გადმოგიდგა? ზურა, ნახე, გადმომიდგე კეცი, ცოტა წაგრილდეს პირველ რიგში. დამასობაში მე ამეებს გავამზადებ. ნახე რა ნაღვერდალია ნინო. ხო, კარგი. და ეს იქნება კაი გახურებული და ხა ცოტა კაი გახურებული და მე მახსოვს ბებია ხაჭაპურს რომ დააკრავდა და რომ აიღებდა ხო მერე დააწყობდა იმაზე გადაუდგმელად გაგრილებულს ხო კი ბატონო ჩვენ დღეს არა გვაქვს ხაჭაპური გეგმაში ხაჭაპური არ გვაქვს სამწუხაროდ წინა ისე ხაჭა ახლა ფერი გაწითლებულია შეხედე წინა იყო ძალიან გემრიელი შეხედე რა ფერი გაწითლებულია ხო მოუსვი მაგას ცოცხი მინდა ახლა მე იყო მან წინაზე და ეხლა არ ვიცი აგერა აგერა ცოცხი ყველაფერი ადგილზე აქვს ამოგიწკრიალე აჰა კი ჩემო ბატონო ამებს ეხლა ჩავაწყობ ლამაზად გამოუსებ გულს და ნახოთ დაველოდოთ მაგის შებრაწვას და ნახე რა გემრიელი იყოს ეს ძალიან ცხელია ნინო და თუ არ გაგრილდა ცოტა დაწვა აგრილდეს ამასობაში მე ამას ვიზა მაგაში რას უდებ გულში? გულში ნიგოს, ქიშმის და რო გამოვიღებ, იცი რა, შაქარს არ უმატებ, იმიტომ რომ გამოვიღებთ, მე თაფლით გავატკობ. მე თანახმავა. ბარემ რომ შევინარჩუნო სიჯანსაღე ამ ჩემები ასე ნაღვერდალზე წვავდნენ ნინო. ხო? შიგნით. ხადაში. უხრის ნაპი, არა, შიგნით არ ჩადებდნენ. ასე გვერდზე დადებდნენ და მიატრიალებდნენ, მოატრიალებდნენ და შეითუთქებოდა. მაგას უნდა ეჯდეს სულ და ატრიალო. ხო და ვეჯექით ბუხარ ზამთარში, მთელი ზამთარი ვეჯექით ბუხართან. ბაბუა კალათებს ქსოვდა სხვათა შორის ამ დროს. ხო? ბუხართან ხო, მთელი ზამთარი ქსოვდა, ჩაის გორიცებს ვეძახდით. კი ბატონო. პატარა ზომის კალათებს, ასე მომცრო კალათებს ჩაის საკრეფად. აჰა. ხო და მე რითით, ხილით, ხო თუ წიმითი, ტირიფით? წინათ თხილით ქსოვდა. თხილით, წაბლით და ტუნგო რომაა, ტუნგო. ხო, ტუნგოსია. იმისაც კაი ტკეჩები გამოდის. უი, რასამბო. კი, კარგად ირჩევა და. ტუნგოთი არ ვიცი, არც გამიგია სხვათა შორის. ნახე, შიგნით ტკეჩებს, წაბლის გუკეთებდა დიდხან შიგნით, რაზეც იღობება. აჰა. იმ სქელებს, ლარტყებს უძახდა. კი. იმ ლარტყებს მოქსოვდა, გააკეთებდა წაბლისგან, დაალბობდა და დაწნავდა და დასაქსოვ წნელებს გააკეთებდა თხილს. აჰა. დათლიდა თხილს და სხვათა შორის ბოლოს გააიოლეს და ბამბუკით დაიწყეს. ბამბუკი გამძლე იქნება უფრო. ბამბუკი ადვილად, გამძლე არ ვიცი, მაგრამ ადვილად მოდი ამას ჩავაწყოთ. მე გაგრილდება მასობაში და კეთზე გადავაწყოთ. კი გენაცვა. ნიჩაფი მაქვს სადღაც იქით უნდა მოვძებნო ერთი. ნიჩაფი არ მაქვს აქ ახლოს ნაღვერდალის დასაყრელად. გავამზადებ ვაშლებს და ბოლოს თავ. და კომშებს ამაში არიზამ, ხო? კი, ერთად, იმიტომ გავჭერი მეთქი შვაზე, ერთად ჩავაწყობ ზურა. გასაგები, ამას თელს და იმას ნახევარს. კი. იმას ბარემ მოუსწრებს. რა კაია, დღეს ესე იგი ჩაიზე გადავდივართ. ხო, ასე გამოდის ამასობაში ისიც გამოცხება ვაშლის ღვეზელი. ასე გამოდის ჩაი. არ გიყვარს შენ ჩაი, ხო? რა ვიცი, ბარბარობა მოდის და მაინდა მაინც. ბარბარობისთვის გავაკეთებთ, კაცო, ლობიანებს, მაგრამ ხალ გამოვაცხობ? აუცილებლად, არა მარტო ლორიანის გავაკეთოთ, არასაბარბარეო. შენ ლაშქარზე ხო? აი, იცი რა ფერი ლორი მაქვს მოტანილი? გასამბო. რაჭველი მეგობარი მყავს ერთი. ხო. რა ქვია ლორდი. უი, რა ფერი სახელი აქვს? მე უფროსი კაცია, ძალიან საყვარელი და გულშემატკივარი, ჩვენ რომ გურიას დავფოფინებთ, იგი რაჭას. უი, რა კაია. ჩვენი გურით რაჭველია ეს სიამოვნება. ხო და მომიტანა კაი ნაჭერი ლორის რომ უთხარი ლობიანს ვაპირებთ კვირას მეთქი მაგაშიო არ ჩადოთ ცუდიო კაის მოგიტანთო და კაი მომიტანა ოქროსფერია ვა ეხლა სახალწოდ ჩამოარაბა რაჭიდან საშობაოთ უფრო სწორად ბევრი ლორი აი ნიჩაფიც აგერა ვიპოვე და ამოვიტანე ხლა აგენაცვალ მე მგონი ჯობია ჩავაწყოთ უკვე ნინო კი ჩაწყობით შენ ჩაწყო მე გავამზადე არც ცხიმი უნდა არც აფერი ხო არა კომშები ჩავაწყო თუ აში? ეხლა იცი რა, კარაქი რო ჩაუდო, კი არაფერს დაუშავებს, მაგრამ არ იქნება სამარხო. ხო შეავსებს ესა თუ არა და დავამატოთ კიდე. უკვე სურნელია ნინო, კაი. ხო, კომშს აქვს, თუმცა ვაშლის კარგია. კომში სურნელი გამოგახსენო, ირანულია მეთქი არ გითხარი. რო შეიწובה მაგასაც ექნება. მაიამ და აჩიკომაც ვერ ჩამეიტანეს ბერშუეთიდან კომში არ იყო წელს, შარშან გახსოვს მაგზაზე რო ვიყავით, მთელი ღობეები სავსე იყო ტოტები გადმოკიდებული. კი ბატონო. ნახე რა ზუსტად დავჭერთ ეს ერთით და მორჩა. ეხლა თავზე დავახუროთ მაგას. და დავაყაროთ ნაკვერჩხალი.
ცოტა მიჩოჩდი არ დაგწვა შენ გენაცვალე. მე მივჩოჩდები, ოღონდ შენ კარგად შეწიე მაგით ცეცხლისკენ. და გაშალე ნაკვერჩი. შენ მე ნუ მეუფროსები, ამის მეტი მე აფერი არ ვიცი. ძირიც უნდა კონდეს. ცოტა ახლოს ნაკვერჩი. საშობაოდ ბებია რა ზიზამდე, იცი ღვეძლებს რომ აცხობდა, ერთ ნიჩაბს ასე ფანჯრიდან თოლში გეიქნებდა. ლოცვას მიაყოლებდა. ხო, და ლოცვას მიაყოლებდა. ასე დუფსე თვალი ჩემ ტერს და ჩემი ბაღნების, ავის ასე გაფანტე. ასე გაფანტე, ასე დაშალე, ასე დაწვი. წევლა იყო. ჩემი ბაღნების ავი თვალი შემხედვარე და ჩემი ოჯახის ხოსი იცოდე? კი, ჩემი ქმარშვილის. ხო. ჩემი ქმარშვილის აუგად მხსენებელი. დააფსე, წემლა იყო ფაქტიურად, მაგრამ ლოცვა დიფლე. ბოლოს რაღაცა სიმღერასავით აყოლებდნენ. კი, კი. ზევიდან ცოტა ცეცხლსაც ადებდნენ. კი, ცოტა შეწიე რომ იქ ძირი კონდეს სიცხეში და კარგად თანაბრად შეიცვას. აფერი უნდა მას მე. აი. მე მგონი რომ კაი ვაშლები გვექნება. ნახოთ. პეროგით გამოცხება. კი ბატონო. ამ შვენიერ განწყობაზე გემშვიდობებით. დღეს ნინომ კი გადაწყვიტა რომ ჩაიზე გაგვატაროს, მაგრამ მაინც ვართ შეყვარებულად. ზურიკო ისიც შეხა ჩემი დედაც, დაიც. ნუ მიყარნახობ, მე შენ რა ვთქვა? კი ვიტყვი მე სათქმელზე ენა. გეუბნების რას კარგი. რა და ეს რომ კიდე ერთი ძველი გემოა, რაც ჩვენ ახლა დღეს შენ გავიხსენეთ. თქვი გეშლება. ეს არის ძველი გემო, რომელიც მე დასურამ დღეს გავიხსენეთ და აუცილებლად ჩვენს, აი, ვინც ჩვენ გვეხმარება ამ ყველაფერს, იმათაც გავასინჯებთ. აი.